ყველაფერი მარტივი რომ იდეალურია, ამ რეცეპტმა დაამტკიცა. მოგესალმებით და პოლინა სამყაროში დღეს მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე მარტივად მოსამზადებელი ნამცხვარი. უბრალოდ ნამცხრები. ვეგიჩვენებთ ერთ ცომს, რომლისგანაც მიიღებთ ორ სრულიად განსხვავებულ გემოს. ერთი იქნება ლიმონის ჰაეროვანი ნამცხვარი, მეორე კი კაკაოს გემრიელი მდიდარი არომატით. ამისათვის არ გჭირდება სასწორი, არ გჭირდება გრამები, მხოლოდ ჭიქები და დავიწყოთ მომზადება. დღეს არ ვწვრით ინგრედიენტებს, არამედ ყველაფერს განსხვავებთ აი ამ ჭიქის მეშვეობით. ეს არის 250 მილილიტრი ჭიქა, რომელიც ახლა მოვათავსებთ მინერალურ ინგრედიენტებს და ჩვენ გამოვაცხობთ შემდეგ ნამცხვარს. რეცეპტისთვის გჭირდება 4 საშუალო ზომის ან 5 პატარა კვერცხი. ასევე გჭირდება 1 ჭიქა ზეთი, 1 ჭიქა მაწონი. მე ჭიქემიდან განახოთ ჭიქას არ ვავსებ თავიდან ბოლომდე, არამედ აქ აქვს ესე მონიშნული და ზუსტად იქამდე გავავსებ. ქვილსაც, შაქარსაც და დანარჩენ ინგრედიენტებსაც. გჭირდება ასევე 4 ჭიქა ფქვილი არასავსე და 2 ჭიქა შაქარი. მე ჯერ განახებთ მარტივი პრინციპით, ანუ მიქსერის გარეშე, ხოლო შოკოლადის ნამცხვარი მოვამზადოთ შემდეგ მიქსერით. ახლა მეგობრებო, პირველ რიგში ფქვილს, როგორც უკვე აღნიშნე, 4 ჭიქა ფქვილს მოვათავსებ მე ჩემს თაში. მინდა ნახოთ, რომ ჭიქას აი აქ მონიშნული რაც აქვს, ხოლმე და მხოლოდ იქამდე ვავსებ. 2, 3 და 4. რა თქმა უნდა, მე ყველა ინგრედიენტი აწონილი მაქვს წინასწარ და ვავსებ დაახლოებით 100 გრამამდე, ანუ 1 ჭიქა არის 100 გრამი. 100 გრამი ფქვილი ჩადის შეგნით. ეხლა დავუმატოთ შაქარი. შაქარსაც როგორც უკვე ხედავთ, არ ვავსებ, არამედ აი ამ წერტილებამდე მხოლოდ. დავუმატოთ გამავხვერებელი, თუ არ აქვს გამავხვერებელი, ამ შემთხვევაში მაწონში გახსენეთ 1 ჩაის კუძის წოდა. გამავხვერება ჩემთან არის 15 გრამი. შემდეგ დავუმატებთ უკვე ნეიტრალური გემოს ზეთს. დავუმატებთ ასევე მაწონს, მაწონი ჩემთან არის ბერძნული, არის 10% ცხიმის შემადგენლობით, ანუ ცომი შეიძლება ჩემთან რომ ცოტა შედარებით უფრო მყარი იყოს ვიდრე თქვენთან. დავუმატოთ ვანილი. მე მაქვს ვანილის ექსტრაქტი. უბრალოდ ვანილის პასტა. ახლა მეგობრებო, დავუმატოთ უკვე კვერცხი. ჩემი იდეა იყო რომ მომზადებდნენ ლიმონის კექსს და მინდა რომ ლიმონის კექსი მქონდეს, მაგრამ ერთი პატარა დეტალი მაკლია, არ მაქვს ლიმონის სახში, ხოლმე მაქვს მხოლოდ პორტოხალი, მაგრამ მეგობრებო, მე ახლა გამოვიყენებ ლიმონის ზეთს. დავუმატებ რამოდენიმე წუთს. თქვენ თუ გაქვთ ლიმონის სახში, ამ შემთხვევაში ჭირდებათ ცედრა, გახეხეთ ლიმონის კანი და დავუმატეთ ისე. დაახლოებით 1-2 ცალი იქნება იდეალური. მოკლედ, ეხლა აი ასე გავთქვიფოთ. უბრალოდ მოურიოთ კარგად. ცოტა მყარი კლავები გჭირდებათ, იმიტომ რომ ცოტა სქელი ცომია. იმ შემთხვევაში თუ ცომი ოდნავ სქელია და არ გაგიკვირდეთ რომ სქელი იყოს, დავუმატეთ სითხე. სულ ცოტა სითხე, იქნება ეს რძე, იქნება ეს მინერალური წყალი, იქნება ეს რომელიმე წვენი, თუნდაც ფორთოხლის ან ლიმონის წვენი, არ აქვს მნიშვნელობა. სულ ცოტას გავათხელებ მე. და ცომი უკვე მზად არის. მეგობრებო, 2 წუთი დამჭირდა სულ, რაღაც 2 წუთი ნამდვილად. ეხლა იმდენად საინტერესოა ეს ცომი, რა ყველაფერს რო იტანს. კაკაოს, ნიკოს, ხილს, გაყინოს, გაუყინავს. მოკლედ ძალიან საინტერესო რეცეპტები შეგიძლიათ რომ მოამზადოთ. შეგიძლიათ ვაშლი დავუმატოთ, შეგიძლიათ მსხალი დავუმატოთ. თქვენ როგორც გნებავთ, ისე შეგიძლიათ რომ მოამზადოთ. შეგიძლიათ ოთხკუთხედ ფორმაში გამოაცხოთ. ნუ ფორმა გამოვაცხობ, როგორც აღნიშნა 26 დიამეტრის ფორმაში, მრგვალ ფორმაში. შეგიძლიათ თქვენ ოთხკუთხედ ფორმაში გამოაცხოთ, მაგრამ დიდი ფორმა, ძალიან დიდი ფორმა არა იყოთ. გადავიტან ახლა მე ძიმე მასას.
შეგიძლიათ ეხლა ცომზე მოალაგოთ თქვენი საყვარელი ხილი. გუშინმე მაგალითად გავაკეთე მოცვით, გაყნული მოცვით და სასწაულად კარგი გამოვიდა. მე შემდეგ განახებთ მოგვიანებით. ახლა კი გამოვაცხოთ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. თუ რამდენი დრო დაგჭირდება, ამას გეტყვით შემდეგ. ჩვენი ნამცხვარი გამოცხვა უკვე 170 გრადუსზე მქონდა დაახლოებით 1 და 5 წუთი გაჭირებული. შეამოწმეთ, ასე 50 წუთის შემდეგ შეამოწმეთ, ჩააჭრეთ შიგნით ჭხირი. თუ არაფერი ამოყვანს, სად არის თუ არა და მაშინ გააგრძელეთ აუცილებლად ცხობა და შუაში არ დადოთ, დადეთ ცოტა დაბლა. ეს არის 26 დიამეტრი, ახლა ცოტა დაჭდება, ძალიან მომწონს მე თვითონ, იმიტომ რომ ამოვურცული პეროგებს ძალიან ხდება ხომ ბისკვიტი არ არის. ახლა ეს გავაციოთ მეგობრებო და სანამ გაცვიდება, მანამდე ჩვენ დავეწყოთ უკვე კაკაოს ნამცხვრის მომზადება. იგივე ცომით, იგივე ინგრედიენტებით, მაგრამ კაკაოს დამატებით. ეხლა მომზადოთ ოდნავ განსხვავებულად, მანამდე მე მიქსერი არ გამოვიყენე. ამ შემთხვევაში უკვე გამოვიყენებ მიქსერს, რომ კიდევ უფრო ფუმფულა და უფრო ფაფუკი გამოვიდეს ჩვენი ნამცხვარი. 2 ჭიქა შაქარი გჭირდება, ჭიქას გამოვიყენებ ისევ იგივეს. მაგრამ ამ ნამცხვარში შაქრის დოზა ცოტა გავზარდოთ, რაოდენობა, იმიტომ რომ კაკაო ჩემთან არის უშაქრო და არის საკმაოდ მწარე გემოს, გემო რო დააბალანსოს, ცოტა დაახლოებით 30-40 გრამით მეც გამოვიყენებ შაქარს. 2 ჭიქა და ნახევარზე ცოტა ნაკლები. გადავიდეთ ფქვილზე, ფქვილი გჭირდება. ამ შემთხვევაში არა 4 ჭიქა, არამედ 3 ჭიქა ნახევარი. გვექნება 3 ჭიქა ნახევარი ფქვილი და ნახევარი ჭიქა კაკაო. ეს არის 50 გრამი ფქვილი და 50 გრამი კაკაო. 1 ცოტა გადავყაროთ, 2 3 ნახევარი და ნახევარი ჭიქა კაკაო. ეს არის 50 გრამი. დავუმატოთ ახლა ესეთ შიგნით. აურიოთ კარგად. დავუმატოთ ასევე გამაფხვერებელი, თუ არ გაქვთ გამაფხვერებელი, მაწონში გახსენით 1 ჩაისკოვძის სოდა. აი ასე, ეს ახლა გადავდგათ და მანამდე გავთქვიფოთ კვერცხი. არ ვიცი მიხვდით თუ არა, მაგრამ შეცდომა დაუშვი შაქარი და კვერცხი ერთად უნდა გამეთქვიფო, მაგრამ შაქარი უკვე იქით ჩაუშვი. ამიტომ აქ მხოლოდ კვერცხს გავთქვიფავ ახლა, რომ ცოტა ჰაეროვანი გახდეს. მოკლედ, თქვენ როდესაც გააკეთებთ, ჩემსავით ესე არ შეგეშალოთ, შაქარი და კვერცხი ერთად გათქვიფოთ ამ შემთხვევაში. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ცოტა შაქარი მაინც დავუმატო. სულ ცოტას დავუმატებ ბევრსა და ერთად გავთქვიფავთ. კვერცხი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავუმატოთ ახლა ვანილი, განთანდად გავთქვიფოთ, შემდეგ ზეთი, მაწონი და აურიოთ ყველაფერი ერთმანეთში. ახლა დავუმატოთ ფქვილის ინგრედიენტებს, ფქვილის და შაქარის დანარჩენ ინგრედიენტებს, ჩვენი თხევადი მასა. მე მაქვს აქ შოკოლადის არომატი, თუ შემეკითხებით, სად შევეძინე, შევეძინე გერმანიაში, აქ ადგილობრივ მაღაზიებში. მოკლედ, თუ მე ამ საქმეში ხართ დასაქმებული, შეგიძლიათ გამომეხმაუროთ და გაგიწერთ რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, თუ კი კარგი პროდუქტი გექნებათ. მასა ცოტა სქელია, ცოტა რძესაც დავუმატებ მე, 2-3 სუფრის კობს, თქვენ სადაც შეხედეთ, კიდევ ერთხელ გავთქვიფავ და გადავიტანოთ შემდეგ უკვე ფორმაში. ეხლა გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე დაჭირდება დაახლოებით 50 წუთი ან 1 საათი არ დადოთ შუაში, დადეთ ცოტა დაბლა, რადგანაც დიდი დრო ჭირდება გამოცხობას. დამსხვრები გამოცხვა უკვე 1 გაცივდა, რომელიც პირველად გამოვაცხოთ, ამას ახლა გადავდგავ გვერდზე და ჯერ მივხედავ იმას, რომელიც უკვე ცივია. ეხლა მეგობრებო, შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოყაროთ, მე გუშინ მომზადე უკვე 1 ტესტი იყო და დავუმატე იმას შავი მოცვი. შეგიძლიათ რომ ლიმონის მინანქარი გააკეთოთ, ლიმონის წვენის და შაქრის პუდრის. შეგიძლიათ თეთრი შოკოლადი მოასხათ. მე ახლა ერთი იდეა გამიჩნდა გონებაში, რომელიც მინდა მოვამზადოთ და ეს არის შესქელებული რძით. ვნახოთ რა გამოვა. აქ მე მაქვს შესქელებული რძე. ამას დავუმატებ მე ახლა ოდნავ გამნა კარაქს, დავუმატოთ კიდევ ლიმონის წვენი და ცოტა ფორმა რო შეინარჩუნოს, დავუმატოთ შაქრის პუდრაც. იმ შემთხვევაში თქვით რომ კარგი მინანქარი იყოს, კარგი სქელი, ამ შემთხვევაში ჭირდება რძის მხნელი, მაგრამ რძის მხნელი ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ შაქრის პუდრით შევძლებდი ხარ რომ გამოვიყვანო. 1 კოზი შაქრის პუდრა, დავუმატებთ ასევე კარაქს.
დავუმატებ კიდევ ლიმონის არომატს, თქვენ დავუმატებთ ლიმონის წვენი. ესეთი მინანქარი შეგიძლიათ ასევე რომ ფუნთუშებშიც გამოიყენოთ, ძალიან გემრიელი გამოდის. მინანქარი არ უნდა იყოს ძალიან თხელი. ცოტა დააცადეთ რომ შესქელდეს და ძალიან არ ჩამოიღვენთოს გვერდებზე. იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ მინანქარი შემდეგ ზემოდან გაშრეს, კარაქის მაგივრად უნდა დავუმატოთ რძის ფხვნილი. ტორტებისთვის მაინდამაინც არ გამოდგება. შოკოლადის დამწვრისთვის გვჭირდება მინანქარი, მე აქ მაქვს 100 გრამი, უბრალოდ 100 მილილიტრი ნაღები და 200 გრამი შოკოლადი, რძიანი შოკოლადი. დავუმატებ ახლა, ნაღები არის ცხელი, დავადნობ შიგნით, ვაკეთებ განარს. მინანქარი გამოდის საკმაოდ სქელი, გამოდგება ტორტებისთვისაც, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გინდათ ცოტა თხელი მინანქარი, როგორც ახლა ჯვრებ კეიკი რო გააკეთოთ მაგალითად, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დააბალანსოთ ნაღების და შოკოლადის რაოდენობა. კარგი იქნება და იმ შემთხვევაში თუ ბავშვებისთვის ამზადებთ, უყარეთ ზემოდან შოკოლადის, მარტი, სხვადასხვა ჭრელი შოკოლადები რომ არის ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ასევე ნიგოზის მოყრა. აქ მეგობრებო, შესქელებული რძის მინანქარი ძალიან გემრიელია, ძალიან არომატულია. მაგრამ არ არის იდეალური ნამცხრობისთვის გეტყვით რა. ეს შინაურულად შეიძლება ხო როგორც მე გავაკეთე ოჯახისთვის, მაგრამ თუ გიგინდათ რომ ცოტა მეტად პროფესიონალური იყოს, მაშინ სხვა მინანქარი უნდა შეარჩიოთ, ან უბრალოდ ყველაზე კარგი იქნებოდა შაქრის პუდრა მომეყარა. მე ახლა აქ ჩამოვიდა გვერდებში და უბრალოდ ესე შემოვლესე, არ გაგიკვირდეთ, რატომ გამოიყურება ესე. ზემოდან ქოქოსი მოვაყარე კიდევ და უფრო გალამაზდა. ლიმონი რომ მქონდა, ლიმონის ცეдрას მოვაყრედი აუცილებლად, მაგრამ როგორც უკვე იცით, არ მქონდა. ნახეთ მეგობრებო, ნახეთ როგორი საოცარი ნამცხვარი გამოვიდა. თრამხელა როგორი მაღალია, ძალიან კარგად არის გამომცხვარი. როგორი მარტივი, როგორი სწრაფი. დამძლოდ უნდა გავსინჯოთ. მაშინ დავუმატე მე შავი მოცვის, გუშინ ვამზადე, იყო ტესტი. მაინტერესებდა როგორი იქნებოდა და ახლა ნახეთ როგორია შიგნიდან. მეგობრებო, აი გაოცებული ვარ, მართლა გაოცებული ვარ, იმის სიმაღლე გამოვიდა. ამაზე ძალიან დარდობდი, მაგრამ შვენიერ ლამაზი გამოვიდა, ესეც რა სიტყვით. ლიმონის არომატი აქვს სასწაული და ეს მინანქარი ზემოდან როგორ ხდება, ვერ წარმოვიდგინე, არ და ისე ვინერვიული ამ მინანქარზე. იცით როგორია, არ არის ძალიან ფაფუკი და აი ძალიან როგორ გითხრათ, მსუბუქი. არამედ ცოტა კომპაქტურია, მაგრამ მაწონიც აქვს, შეგდამატებული ზეთიც აქვს და ამასთანავე რბილიც არის და ძალიან სასიამოვნო. ახლა მოდით შოკოლადი გავსენჯოთ. შოკოლადია რა, ჩემს შოკოლადი უფრო მეტად მოეწონათ. თუ დავუმატებთ კიდე შიგნით დაჭრილ შოკოლადს ან შოკოლადს რომელიც ადნება, იდეალური იქნება. მოკლედ მეგობრებო, თუ გინდათ სწრაფად, მარტივად, ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით, ეს რეცეპტი არის იდეალური დიდებისთვის, პატარებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ყველა გემოზე შეგიძლიათ მოადგოთ. ახლა კი მე დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. დროებით. დამიწერე კომენტარებში, რომელი იქნებოდა შენი ფავორიტი.